ხუთი სუნამო, რომელიც აუცილებლად უნდა ჩავტოვოთ 2024 წელს. მოგესალმებით, მე ალექსანდრე ვარ და დღევანდელ ვიდეოში მინდა წარმოგიდგინოთ ის ხუთი სუნამო, რომელიც აუცილებლად უნდა ჩარჩეს 2024 წელსში. 2024 წელსში ძალიან ბევრი სუნამო გამოვიდა და ძალიან ბევრი სუნამო შემოვიდა ჰაიფში, მათ შორის იყო კარგი სუნამოებიც და ასევე იყო საშინელი სუნამოებიც. მე მინდა დღეს წარმოვადგინო ის ხუთი სუნამო, რომელიც ჩემი აზრით უნდა დარჩეს 2024 წელს. ამ სიას დავიწყებ რა თქმა უნდა დიორ სავაჟით, ანუ პირველ ადგილზე იმ სუნამოებიდან, რომელიც უნდა დავტოვოთ 2024-ში არის დიორ სავაჟი. ჩემი აზრით ეს სუნამო არის ნორმალური სუნამო, ძალიან გამაგრილებელი სურნელი აქვს, შეგიძლიათ ზაფხულში და ზამთარშიც დაისხათ, მაგრამ ერთი რამ რაც აქვს ამ სუნამოს მინუსი არის ის, რომ არის საშინელ ძვირი და ყოველ მეორეს ასხია. მე პირადად ვერ ვხედავ იმ ფულის გადაყრაში, უკვე ამას უწოდებდი იმ ფულის გადაყრაში აზრს, რომ იყიდოს სუნამო, რომელიც ყოველ მეორეს ასხია, არანაირ კომპლიმენტს არ მოგიტანს, არანაირად კომპეტენტური არ იქნება და გადაიხადო რაღაცა $300 თუ $400. არის უკეთესი ვარიანტებიც, არის უფრო იაფიანი ვარიანტებიც, მაგალითად მე პირადად უფრო ძვირიანია, მაგრამ მე პირადად დიორ სავაჟის დასმას მერჩევნია განიმედი დავისხა, რა თქმა უნდა უფრო უკეთესი სუნამო არის, რა თქმა უნდა კომპეტენტურიც არის და კომპლიმენტებსაც მიიღებთ ამ სუნამოთი და ყოველ მეორეს არ ესხმება. მეორე ამ სიაში მინდა იყოს რა თუ არა Versace Erosi, ეს არის ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი სუნამო, რომელიც 2012 წელს გამოვიდა. სამწუხაროდ უკვე მოძველდა ეს სუნამო, მომწონს ეს სუნამო, გამაგრილებელი ფრეშ არომატი აქვს, მწვანე ვაშლის, პიკნისა და ვანილის არომატი აქვს, რაც ძალიან მრავალფეროვანია, ვერ იტყვი, მაგრამ მაინც კარგი სურნელია, მაგრამ საბოლოოდ ეს სუნამო აწი უკვე მაინც ფანტაზია გამოცილი არის, ამაზე უკეთესი ვარიანტებიც არსებობს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ძალიან ბევრი ადამიანს ასხია და უბრალოდ ამ სუნამოშიც ვერ ხედავ მე დაახლოებით 250 გადახდას და ისეთი სუნამოს ყიდვას, რომელიც არ ვიცი, არც კომპლიმენტებს მოგიტანს და არც კომპეტენტური იქნება. მესამე ამ სიაში იქნება სამწუხაროდ მიწევს რომ ეს სუნამო ჩავსვა Stronger with you intensely, რომელიც ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი სუნამო არის, მაგრამ მე პირადად ვფიქრობ, რომ ეს სუნამო ძალიან ბევრ ადამიანს ასხია. ძალიან ლამაზი თბილი სურნელი აქვს, მე პირადად ამ სუნამოს ვუწოდებ ახალ წელს, რომელიც ჩასხმული არის ბოთლში, აქვს ძალიან ტკბილი ნოტები, მაგრამ საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ ამ სასწაული მარკეტინგის გამო ყოველ მეორე ადამიანს ასხია და ძალიან დაბალკომპეტენტური სუნამოა. მე პირადად ინტენსლის თავიდანვე მირჩევნოდა აბსოლუტლი, მაგრამ იმის შემდეგ რაც ეს ჰაიფში შემოვიდა ინტენსლი და ძალიან ბევრ ადამიანმა დაიწყო ამ სუნამოს დასხმა, საერთოდ მაღალ დონეზე ავიყვანე აბსოლუტლი და დღესდღეობით მე 100%-ით ინტენსლის ყიდვას ვამჯობინებ აბსოლუტლის ყიდვას. მეოთხე ამ სიაში არის პაკო რაბანის 1 მილიონი, რომელიც 2024-ში კი არა იმ წელს უნდა ჩაგვეტოვებინა, რომელსაც გამოვიდა, მაგრამ სამწუხაროდ დღემდე ისხამს ამ სუნამოს ხალხი. ეს არის რაღაცა საშინელი სიტყვება, რომელიც პირდაპირ სახეში გიფრქვევა, ძალიან ტკბილი კომპოტისებრი, ასე რომ ვთქვათ, სურნელი არის, რომ აიღოთ ასე ჭიქა, ჩაყაროთ ძალიან ბევრი შაქარი, დაამატოთ წყალი და რომ დალიოთ ეგეთი ძალიან ბევრ შაქარს რო უკეთებენ ჩაის, ზუსტად ეგეთი სურნელი აქვს ამ სუნამოს. ძალიან საშინელი, თავის ამატკიებელი, გამაღიზიანებელი სურნელია და მე პირადად ვფიქრობ, რომ ამ სუნამოში ფულის გადახდა არ არის, უფრო უკეთესი და უფრო კომპეტენტური ვარიანტებიც არსებობს. და ბოლო ადგილზე უნდა გამეყვანა, რა თქმა უნდა, ტიციანა ტერენზის კირკე, რომელიც არის უსაშინლესი სუნამო, რომელიც მეზიზღება, ალბათ პაკო რაბაინს კი მირჩევნია ამ სუნამოს, რადგან რაღაცნაირი დამპალი ციტრუსის გემო აქვს თუ სურნელი აქვს, როგორც კიდევ დაუძახეთ. უბრალოდ საშინელი სურნელი აქვს, როცა ადამიანი ჩამივლის, რომელსაც ეს სუნამო ასხია, არ ვიცი, ძალიან ცუდად გვიობს რაღაცნაირად თავს და რატომღაც ეს სურნელი საშინლად არ მოუწყობს. ქალბატონების ძალიან დიდ რაოდენობას რატომღაც დღემდე ასხია ეს სუნამო და თან ისხამენ რაღაცა რამქვეყნიური დოზით, დაიწნიან მთელ ფლაკონს და შემდეგ მთელი დღე მაგის სურნელი ადით და კიდე აფრქვევენ ამ რაღაცა საშინელ სუნს. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ის 100%-ად გარანტირებული სუნამო, რომელიც უნდა ჩარჩეს 2024 წელს და ჩემი აზრით არც ერთმა ქალბატონმა და მამაკაცმა მით უმეტეს არ უნდა დაისხათ ეს სუნამო.